მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. რა გაგახარებთ, რა სიახლე მოდის თქვენ ცხოვრებაში, უახლოეს პერიოდში. რა სიამოვნო სიახლე მოდის თქვენ ცხოვრებაში, თქვენ კარებზე. იმისთვის რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვინაიდან საერთო გაშლა ყველაფერი ვერ იქნება. პირადისთვის პირადში შეგიძლიათ მომწეროთ, დეტალებს გაგაცნობთ მე თავად, შეძლებს დაგვარად მალე. მიმთანდებით თქვენ რომ მიხვდეთ რა ენერგიებში ხართ, ეხლა თქვენია ეს გაშლა თუ არა. თქვენ მიმთანდებით რა ენერგიებში ხართ ეხლა. აქ ძალიან კარგი თუს პენტაკლი ამოდის, ქალბატონი ზის გასაღებებით ხელში. ეს არის ძალიან კარგი შანსები სამყაროსგან გაქვთ ეხლა თქვენ ხელშია, ასე ვთქვათ, რამოდენიმე გასაღების 10 მოუჭირავს აქ ქალბატონს ხელში. რაღაცა კარგი შანსები გაქვთ ხელში. ნახოთ რამდენი 4 გასაღები არის დიდი, აი აქ. 4 კარგი შანსი გაქვთ ეხლა ხელში, გიჭირავთ ხელში ოქროს შანსი, ეს შემიძლია ვთქვა სამყაროსგან მოცემული, ვინაიდან ეს არის ტუზი და ტუზ პენტაკლი, ეს არის შანსი მაღალი ძალებისგან მოცემული თქვენ სიტუაციასთან მიმართებაში. რას შეიძლება ეხებოდეს ეს შანსი? 10-იან პენტაკლი ამოდის აქ და მე-14 მაღალი არკანი. ეს არის თქვენი სულიერების, თქვენი ოჯახური სიმტკიცის, თქვენი ტრადიციების, გაგრძელების, გამყარების, ბევრისთვის შეიძლება იყოს ახალი ბინის შეძენის და გადასვლის, აქ ხეზე სახლი არის, მაგრამ წარმოდგენილია რომ ეს არის ღირებულება, ფესვები, თქვენი არ ვიცი, წინაპრებიდან მომდინარე, თქვენი გვარიდან მომდინარე, აი რაღაცა ახალ შენაძენს, ძალიან ძვირფას, ძალიან ღირებულს აკეთებს და გასაღებებიც ამას მიანიშნებს, რომ შესაძლებელია ახალ ბინაში გადადიხართ, ახალ სახლს აშენებთ, აგარაკს აშენებთ, რაღაცა ძველ გადმონაშთს ფესვებიდან გამომდინარე, ასე მომდის ინფორმაცია თითქოს, რომ განახლებას უკეთებთ, რემონტს აკეთებთ, შეიძლება ძველ მამაპაპისეულ აგარაკზე, სოფელში, სახლში, ან ერთგვარი სიახლე იწყება თქვენ ცხოვრებაში, აი შეიძლება საკუთარი ბინის შეძენით, აღორძინებით, მოწყობით, რემონტით, ზოგისთვის ასე, ზოგისთვის ისე, ეს დეტალებია ყველაფერი, რაც ახალ კარებს აღებს თქვენ ცხოვრებაში, ახალი კარების გაღების წინაშე გეხართ, ძალიან კარგი ენერგეტიკული ველი გაქვთ ამ მომენტისთვის, ეს არის შანსები, რომელიც ხელიდან არც ერთ ვარიანტში არ უნდა გაუშვათ და მინუსი ტუზ პენტაკლის არის ის, რომ შეიძლება ეს შანსები თუ ყურადღებით არ იქნებით ხელიდან გაგეშვათ, ისე ჩაგიაროთ, რომ ვერ მიაქციოთ, ასე ვთქვათ, ყურადღება, ამიტომ მაქსიმალურად თვალები გააფართოვეთ, მაქსიმალურად შანსები ცხოვრებისეული სამყაროსგან მოცემული ხელიდან არ გაუშვათ და გამოიყენეთ ყველა დეტალი, მიდექით, მოდექით და ეს შანსები, ეს გასაღებები, რომელიც 4 შანსის სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ერთ-ერთი მაგალითად ბინაზე როგორც გითხარით, მეორე შეიძლება ურთიერთობის აღდგენაზე იყოს და ისევ ერთ ოჯახად ცხოვრებაზე იყოს, მესამე შეიძლება იყოს რაღაცა ახალი ცხოვრებისეული ეტაპი, საწყისი თქვენ ცხოვრებაში, რაც ახალ სრულიად თავს და კარებს გაგიხსნით ცხოვრებაში და პერსპექტივა იქნება, ანუ აქედან დაიწყება თქვენი, ასე ვთქვათ, ახალი პერსპექტიული, მაგალითად, მოღვაწეობა თუ რამე სპეციალობას ვიტყვით, ყველას თქვენი გაქვთ, მოკლედ, ასე ვთქვათ, გასაღებები არის ამჯერად თქვენ ხელში, იმიტომ რომ სამყარომ მოიხედა და გადაწყვიტა, რომ ეხლა თქვენი ოქროს ხანა უნდა დადგეს, ეს შანსი უნდა მოგცეთ და რამდენად გამოიყენებთ უკვე აი ამ შანსს, ეს არის მაქსიმალურად დამოკიდებული თქვენზე, იმიტომ რომ შანსები მაღალი ძალებისგან, სამყაროსგან უკვე თქვენ ხელშია, მოცემულია და ეს შანსი როგორ გამოიყენებთ, უკვე დამოკიდებულია თქვენზე. მოკლედ, ბევრისთვის აქ შეიძლება იყოს მანქანის შეძენაზეც არის გამორიცხული, რომ ერთგვარი განახლება გაქვთ, შეიძლება მანქანის, ან გეგმაში გაქვთ, ან შეკვეთილი ყავთ, უნდა ჩამოვიდეს ახალი მანქანა და ეს გასაღებები, ესე ვთქვათ, ძველი უნდა გაყიდოთ და ახალი იყიდოთ. ყველას თქვენი გაქვთ, მოკლედ. ენერგეტიკულად თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს ენერგიები, რაც ვთქვი, მაშინ გავაგრძელოთ, ლაიკები აუცილებლად გააქტიურეთ, თქვენი კომენტარები და წავედით გავიგოთ რა სასიხარულო მოდის უახლოეს პერიოდში თქვენ ცხოვრებაში.
პრინცი მოდის თქვენთან ხელდამშვენებული პენტაკლის პრინცი ეს არის მიწისთიკის წარმომადგენელი შეიძლება წარმოადგენდეს კუროს ქალწულის ან თხისრქის ნიშანს, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის. ეს არის ძალიან მყარი, ძალიან ნელი პიროვნება, ერთ ნაბიჯს რომ გადადგავს 100-ჯერ აქ აწონდაწონილი ეს ნაბიჯი რას მოუტანს, რა კარგს და რა ცუდს მოუტანს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ძალიან მიწიერია, სტაბილურია და მყარია, ძალიან ნელია ასევე, ძალიან დიდხანს უნდება აი ამ თითო ნაბიჯის გადადგმას. ასეთი პიროვნება მოდის საჩუქრით ხელში თქვენ ცხოვრებაში, თქვენ პირად ურთიერთობებზე თუ ვიტყვით, ადამიანი, რომელთანაც თითქოს უკვე ეს არ არის ახალი ნაცნობობა, ეს ადამიანი თქვენთვის ნაცნობია, უკვე გქონდათ ასე ვთქვათ, შეხებები მასთან. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი ურთიერთობების პიროვნება, უფრო ძირითადად პირად ურთიერთობებზეა საუბარი, ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ ნაცნობი, რომელიც შორი გზიდან მოდის და საჩუქრით მოვა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თითქოს თქვენ რაღაცნაირად არ გინდათ მისი არც საჩუქარი, აი სამყაროს გადმოცემული საჩუქარი ამოდის აქაც. მე-9 მაღალი არკანით აჩელნიკობაში ხართ, მარტოობაში გირჩევნიათ, არ გინდათ ზედმეტი თავი აიტკიოთ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში შემოსვლით, იმიტომ რომ რაღაცა თქვენი ფიქრები გაქვთ, თქვენი ჰაერისტიკის დედოფალი ამოდის აქ. თქვენი წარმოსახვა გიჩვენებთ თითქოს იმ მდგომარეობას, რომ აი ზედმეტი თავის ტკივილი იქნება ამ ადამიანის ისევ ჩემ ცხოვრებაში შემოშვება, ზედმეტად არ მჭირდება, არა შენ შემოგევლე მარტოობა მირჩევნია, არაფერი არც საჩუქარი მინდა შენგან, არც ხილი, არც არაფერი, მაგრამ ეს არის მაღალი ძალებისგან მოწოდებული მდგომარეობა. მაღალი ძალები გაძლევენ ამ შანსს, რომ ეს ადამიანი მიიღოთ და არ ვიცი, თუ შესაძლებელია, მიუტევოთ და შეურიგდეთ, თუ თქვენ გაქვთ ბოდიში მოსახდენი, მოუხადოთ ბოდიში და ასე ვთქვათ, აი ეს გულზე ლოდი გადააგოროთ, რომ აი რაღაცა სინდისის ქენჯნა, ვისაც გაქვთ და იცით, რომ რაღაცა საპატიებელი თქვენს გაქვთ ამ ურთიერთობებში, თუნდაც ის ბოდიში მოუხადოთ და ასე ვთქვათ, სულიერად ამოისუნთქოთ, რომ აი თქვენი დანაშაული ბოდიშის სახით როგორც მინიმუმ მოიხადეთ იმ ადამიანთან. მაგრამ აი წარმოსახვა გაქვთ იმისი, რომ ეს თავის ტკივილის მეც არაფერს არ მომიტანს, ისევ ესე მოიქცევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სინამდვილეში მოიქცევა თუ არა ეს ადამიანი ისევ ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ. ექვსიან ჟეზლი ამოდის აქ, გამარჯვებული ამოდის ეს ტიპი, გამარჯვებულად მოდის, აი რაღაცა ხელდამშვენებულიც მოდის თქვენთან, რაღაცა პატარა საჩუქარი შეიძლება იყოს, მატერიალური საჩუქარი, ან რაღაცა ფინანსური, ვერ ვიტყვი, უფრო მატერიალური საჩუქრით სავარაუდოდ მოდის, რაღაცა გასახარებელი ინფორმაციით მოდის, როგორც მინიმუმ თქვენთან ამ საჩუქრის სახით რაღაცით უნდა გაგახაროთ ყველა ვარიანტში. გამარჯვებულად ამოდის ეს ადამიანი 6-იან ჟეზლით, ეს არის გამარჯვებული პიროვნება, ვისაც აპლოდისმენტებით ხვდება აქ საზოგადოება მას ჩამოსულს, შორიდან თუ მოსულს, ყველა ვარიანტში ეს ადამიანი გამართლებულია მაღალი ძალებისგან და გამარჯვებულია თავის იმ პოზიციაში, რა პოზიციაც შეიძლება თქვენთვის საეჭვო იყო და ესეთ თქვენ წარმოსახვაში რაღაცას უარყოფდით, რაღაცას ვალდებულების ქვეშ კი არ ამყოფებდით, აი არ გჯეროდათ მისი სიმართლის, გამართლებული იქნება. ისო 9-იან პენტაკლი. აქ არის ძალიან კარგი შანსები იმისი, რომ დაალაგდეს ეს ურთიერთობა თქვენ პირადს გულისხმობთ, ვინც პირადში რაღაცა შეუთანხმებლობებში ხართ და მიიღოთ და აბსოლუტურად ფინანსური სტაბილურობაც მიიღოთ ამ ადამიანისგან, გვერდზე დგომაც მიიღოთ, დახმარების ხელიც მიიღოთ, საჩუქარიც მიიღოთ. აი ძალიან კარგად მოდის ეს ადამიანი და აბსოლუტურად არ მართლდება თქვენი ის აზრები, რომ ისევ რაღაცა თავის ტკივილს და რაღაცა პრობლემას დაგმართებთ ეს ადამიანი. კიდე რა გაგახარებთ, უცებ მოვასწროთ. მოკლედ ეს ადამიანი სანდოა და შეგიძლიათ ენდოთ შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში. კიდევ პაჟეზლიო. ისევ აქ პატარა ასაკის შეიძლება თქვენზე სტატუსით პატარა, ასაკით პატარა ადამიანი მოვიდეს საჩუქრით ხელში, ან პატარა სიხარული, სასიხარულო რა შეეხება.
გრევას ბაშნი ამოდის. აქ მე-16 მაღალი არკანი კოშკია, რომელიც დაინგრა, რომელიც კონფლიქტური სიტუაცია იყო თქვენ ურთიერთობებში, სასიხარულო, ასე ვთქვათ, შეიძლება მოლოცვით, მესიჯით, რაღაცა ძალიან პატარა მცირედი, მაგრამ ამ ადამიანისგან